თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. 1920 წელს რუსეთ-ფინეთმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას. 1932 წელს ურთიერთთავდაუსხმელობის ხელშეკრულებას. 1934 წელს ურთიერთთავდაუსხმელობის ხელშეკრულების ვადები გახანგრძლივებული იქნა 1945 წლამდე. ეს გადაცემა ჯოკერია, მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9 გამარჯობა. 1939 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირმა ფინეთს შესთავაზა ტერიტორიების ბარტერი. დაუსახლებელი და უსარგებლო რუსული მიწების სანაცვლოდ ფინელებს ქვეყნის სამხრეთში 3000 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია და ასევე ნახევარკუნძული ჰანკოს ნაწილი. ჰელსინკიდან 120 კილომეტრში საბჭოთა სამხედრო საზღვაო ფლოტისთვის უნდა დაეთმო. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საბჭოთა მთავრობის მიერ მოთხოვნილი ტერიტორიები წარმოადგენდნენ სტრატეგიულ სიმაღლეებს, რომელთა დაკავების შემთხვევაში ჰელსინკის თავზე წითელი დროშის აღმართვას მხოლოდ რამდენიმე დღე დაჭირდებოდა. ზემოთხსენებული გარემოებების გამო ფინეთმა საბჭოთა ხელისუფლებას მტკიცე უარი შეუთავა. 2 თვის შემდეგ 1939 წლის 26 ნოემბერს საბჭოთა ხელისუფლების მიერ გაჟღერებული იქნა კომიკური ბრალდება. თითქოს ფინური არტილერიის მხრიდან განხორციელდა სროლები რუსი მესაზღვრების მიმართულებით. ამ გამოგონილი ამბებიდან 4 დღეში 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა კავშირმა დაარღვია ურთიერთთავდაუსხმელობის ხელშეკრულება და ფინეთის წინააღმდეგ დაიწყო სამხედრო აგრესია, რომელიც მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოებში ზამთრის ომის სახელით შევიდა. ძალთა ბალანსი ერთ-ერთი ყველაზე უთანასწორო იყო მსოფლიო ისტორიაში. 9 ფინური ქვეითი და სროლელი დივიზიის ნამდვილ იბრძოდა 20 საბჭოთა დივიზია. საბჭოთა მხარის საავიაციო ძალები 19-ჯერ აღემატებოდა ფინურს, 130 ფინური, ხოლო 2446 საბჭოთა თვითმფრინავის წინააღმდეგ. 30 ფინური ტანკი 2299 საბჭოთა ტანკის წინააღმდეგ, ანუ 76-ჯერ მეტი. 250000 ფინელი 1 მილიონი საბჭოთა ჯარისკაცის წინააღმდეგ. 26662 ფინელი დაიღუპა ამ ომში. მაშინ როცა საბჭოთა კავშირის დანაკარგი 126875 ადამიანი იყო, ანუ რუსეთმა დაკარგა მთელი 100000 ჯარისკაცით მეტი მაშინ. ბოროტმა საბჭოთა იმპერიამ ვერ შეძლო პატარა ფინეთის მუხლებზე დაჭოკება. 1940 წლის მარტში დასრულდა რუსეთ-ფინეთის პირველი ზამთრის ომი, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი იქნა სამშვიდობო დოკუმენტი. ისტორიკოსები დღემდე მიიჩნევენ, რომ ამ ომში პატარა ფინეთმა შეძლო ქვეყნის საბჭოური ოკუპაციისგან დაცვა. 1940 წლის იანვარში უინსტონ ჩერჩილმა ასეთი სიტყვები წარმოთქვა ტრიბუნიდან: "მხოლოდ ფინეთი არის დიდებული, არა უდიდებულესესი, რომელმაც მოახდინა იმის დემონსტრაცია, თუ რა შეუძლია თავისუფალ ხალხს." ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.